მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და როდესაც გადაცემა იწყება, თქვენ უკვე ელოდებით ამ ფრაზას, რომელსაც აუცილებლად ვიტყვი იმის ხაზგასასმელად, რომ ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მისი სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობისთვის. და ვითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ფაქტორი ახდენს ამაზე გავლენას, მაგალითად გენეტიკა, მაგალითად გარემო, მაგრამ არის ერთი, რომელიც ჩვენს არჩევანს უკავშირდება და ეს გახლავთ ცხოვრების წესი. დიახ, ადამიანის ცხოვრების წესი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს დღეგრძელობას, ცხოვრების ხარისხს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელი ადამიანის ბუნებრივი ან პათოლოგიური ლტოლვა სიამოვნებისაკენ და ასეთ შემთხვევაში ადამიანის სწრაფვა კონკრეტული ნივთიერებების მიმართ დაუოკებელი სწრაფვა შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის წინაპირობა, რომელიც ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს. დიახ, ადამიანი ხდება დამოკიდებული ამა თუ იმ ნივთიერებაზე. ადამიანი იღებს სიამოვნებას ამ ნივთიერებებით და დროთა განმავლობაში სწორედ ეს დამოკიდებულება ცვლის ცხოვრების წესს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ერთი ადამიანის დამოკიდებულებაზე, გაგახსენებთ, როგორ აქტუალური გახდა ცნება თანადამოკიდებულების შესახებ. ამიტომ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ დიახ ერთი ადამიანის არჩევანზე, რომელიც მის დამოკიდებულებას განსაზღვრავს, მაგრამ ეს ცვლის არა მხოლოდ ამ ადამიანის ცხოვრების წესს, არამედ ხშირად თანადამოკიდებულთა, ანუ ოჯახის წევრთა, მეგობართა, ნათესავთა, ახლო გარემოც მის ცხოვრების წესად. ამიტომ როგორ შეიძლება ჯერ კიდევ ჯანმრთელ პოპულაციაში დავადგინოთ რისკები, ანუ მივმართოთ სკრინინგს, ეს იყო წლების მანძილზე, 10 წლეულების მანძილზე უდიდესი თავსატეხი მეცნიერებისათვის. განვითარებულმა სამყარომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ამ თვალსაზრისით და ყოველთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის და დღეს არის ზუსტად ის თარიღი, ის დღე, როდესაც პრაქტიკულად ისტორიული ნაბიჯი არის გადადგმული, როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგების უდიდესი მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე გადადის ეს პროცესი საქართველოში. მოდით თანმიმდევრულად მოგიყვებით ამის შესახებ და გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ ღონისძიებაზე, სადაც სტუმრად იქნება უამრავი ადამიანი და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ამერიკელი კოლეგები, ერთი მათგანი გახლავთ დარგის პრაქტიკულად პიონერი, გზამკვლევი და უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანი. მეორე კი აი ამ შედეგების ორგანიზატორი და ამავე დროს დავით ულდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. მიუხედავად ამისა, ჩვენ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ისტორიას და აუცილებლად გითხრათ, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ძალიან რთულია. როდესაც საუბრობთ მაგალითად ალკოჰოლის და სხვა ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების აღმოჩენაზე, სკრინინგზე. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საპატიოა, როდესაც ქართველ კოლეგებზე ვსაუბრობ და მე მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი ნაბიჯები სწორედ ქართველ კოლეგებს უკავშირდებათ, მათ შორის ილიაუნის უნივერსიტეტიდან და მოდით ვნახოთ მოკლე საუბარი მათთან. ნარკოტიკების მოხმარება და ყველა ვაღიარებთ ამას, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში არის სერიოზული გამოწვევა. ამ პრობლემის გადაჭრაში შეუცვლელი როლი არის პირველადი ჯანდაცვის სისტემის და ოჯახის ექიმების. ეს არის რგოლი, რომელმაც პირველმა უნდა შენიშნოს პრობლემის არსებობა, სანამ ეს პრობლემა რაღაც სიღრმისეულ ფაზაში გადავა, პირველმა აღმოაჩინოს და მიიღოს ზომები, რომ უფრო მძიმე ფორმებში არ გადაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად შევქმნით სასარგებლო ონლაინ რესურსი, პლატფორმა ტრენინგების, პროტოკოლების, გაიდლაინების,
CPRG ქვია ამ პლატფორმას, ყველასთვის ხელმისაწვდომია და იქ გარდა პროფესიონალებისა, სხვა შორის ახალგაზრდები, მშობლები, მასწავლებლები, ვისაც რაღაც ინფორმაციის სანდო ობიექტური ინფორმაციის მიღება სჭირდება ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ეფექტების ზიანის თაობაზე, აქვთ შესაძლებლობა რომ შევიდეთ და გასაგებ ენაზე მიიღონ ეს სანდო ინფორმაცია. არის სრულყოფილი პრაქტიკულად რესურსი, რომელიც პროფესიონალს უნდა დაეხმაროს ოჯახის ექიმებს ამ შემთხვევაში აი ამ შეუცვლელი ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში, რომელსაც ქვია ადრეულ ეტაპზე მოხმარების ან დამოკიდებულების პრობლემის აღმოჩენა და სწორი მიმართულების მიცემა ადამიანისთვის. ნარკოლოგამდე არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, თუნდაც პრევენციის სახით. ამდენად ოჯახის ექიმებს, ვთქვათ, ესე ვთქვათ, ექიმებს, რომლებიც პედიატრიული ასაკის პაციენტებთანაც მუშაობენ, 14 წლის ასაკიდან უკვე შეუძლიათ გამოიყენონ ეს მიდგომა. სტიგმასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს, რომ შემცირდეს, გაცნობიერებასაც ზრდის, როგორც ექიმებში, ასევე პაციენტებში, დიალოგის დაწყების საშუალებას იძლევა მშობლებსა და ერთი მხრივ მოზარდებს და ექიმს შორის. დამოკიდებულება არ ყალიბდება ესე სწრაფად და სწორედ სანამ დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, მანამ არის ის ძირითადი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვერც კი ხვდება თუ რა არის ის საზიანო ზომა, მოცულობა ალკოჰოლის, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც ამ მიმართულებით დაინერგება ეს პირველი ჯანდაცვის სისტემაში, ვინაიდან დღეს უკვე ყველანაირი პირობა გვაქვს, წინ წავწიოთ საქმე ადრეული იდენტიფიკაციის და შემდგომი, ესე ვთქვათ, ადრეული მართვის ხელშეწყობის სახით. ბოლოდროინდელი სისტემატური მიმოხილვები გვეუბნება, რომ არც ერთი წვეთი ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის სარგებლობის მომტანი არ არის. აი ჩვენ რო გქონდა ამ ცდარი წარმოდგენა, რომ ალკოჰოლი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, აღმოჩნდა, რომ არა, სარგებელი არაფერი არ მოაქვს. მას აქვს ასევე ის სტანდარტული ზომა, ესე ვთქვათ, მოცულობა, რომელიც ადამიანისთვის საზიანო არ არის. ამიტომ ეს არასაზიანო მოხმარება არის სწორედ ის, რაც უნდა ვისწავლოთ, რასაც თამბაქოზე ვერ ვიტყვით. მას არ აქვს ისეთი დოზა, რომელიც საზიანო არ არის ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლისგან განსხვავებით. როგორც უკვე გითხარით, ეს არის გრძელი ისტორია, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს და ეს ეტაპი არის სწორედ დღევანდელ თარიღთან დაკავშირებული. და მე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ჩემი ნათქვამი გადაცემის შესავალში სიტყვა ისტორიული არ არის გადაჭარბებული. ისტორიულია თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ფართო საზოგადოება შეიტყობს იმ ინოვაციური კვლევის შესახებ, რომელიც იწყება საქართველოში და რომელიც გულისხმობს სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ანუ ამბულატორიებში, ალკოჰოლსა და სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების სკრინინგის პროცესის დაწყებას. და რაც მთავარია, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სწორედ ჩვენი ამერიკელი კოლეგების მხარდაჭერით განხორციელდება. კიდევ უფრო საამაყო და საპატიო იმის თქმა, რომ აი ამ პროცესში ჩართული ქართველი მეცნიერები ფლობენ განსაკუთრებულ ჯილდოს და მე გამოვყოფდი ბატონ ილია ნადარეიშვილს, რომელმაც დარგის ლიდერობის საპატიო ჯილდო მოიპოვა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის ნაციონალური ინსტიტუტების მიერ გაიცა გრანტი. დიახ, მათი დაფინანსებით განხორციელდება ეს პროექტი საქართველოში, რომელშიც თავად ბატონი ილიაა ჩართული, ქალბატონი ნინო თაბაგარი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კვლევის შედეგები, რომელსაც რასაკვირველია გზადაგზა აუცილებლად გაგიზიარებთ. თუმცა მანამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს უცხოელ კოლეგებს და ბატონ ილიას ერთად მოусმინოთ. დაახლოებით 3 წლის წინ შევუერთდი ბოსტონის სამედიცინო ცენტრის და ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გუნდს. იქ მუშაობის შედეგად პროექტი დაფინანსდა, რომელიც უკვე უნდა განხორციელდეს საქართველოში. პროექტი არის 5 წლიანი. მთავარი მიზანია
საქართველოს სოფლის ამბულატორიების ექიმების გადამზადებისთვის ელექტრონული უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსის შექმნა და პილოტირება. ყავს მენტორთა ჯგუფი, 3 მენტორი ბოსტონიდან, 3 მენტორი საქართველოდან. When I became a primary care physician, როდესაც 40 წლის წინ პირველადი ჯანდაცვის ექიმი გავხდი, არსებობდნენ პაციენტები, რომლებსაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. მაგრამ ამის შესახებ მანამ ვერ ვიგებდით, სანამ ის დაავადებად ან ცხოვრებაში რეალურ დაბრკოლებად არ გამოვლინდებოდა. 90-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეალურად შემცირდა ალკოჰოლის მოხმარება იმ ადამიანებში, რომლებსაც მოკლევადიანი ინტერვენცია ჩაუტარდათ. ეს იყო ევოლუციის დასაწყისი. აღმოჩნდა, რომ ეს პაციენტებთან მუშაობის მეტად სასარგებლო გზაა. ჩვენ ვისწავლეთ კითხვების დასმის უფრო ეფექტური გზები, კითხვების, რომლებიც უნდა დაისვას კლინიკამდე. ასე რომ, ბოლო 20-30 წლის მანძილზე ერთ-ერთი მთავარი ევოლუცია ინფორმაციის შეგროვების წესია. შემდეგ კი ის, თუ როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას. გავრცელებული მიდგომაა მოტივაციური ინტერვიუ, პაციენტთან საუბარი, რომელიც მას აგრძნობინებს, რომ აქვს უნარი პრობლემას გაუმკლავდეს. ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების უმეტესობა არ აღიარებს, რომ ეს ისეთი რამაა, რისი მოგვარებაც სურს ან შეუძლია. კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპის დასაძლევად საუკეთესო გარემო სწორედ პირველადი ჯანდაცვაა. the primary care seems to be the sweet spot. Some substance use მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნივთიერების მოხმარება ჩვენი კულტურის ნაწილია, ის ასევე დაკავშირებულია ჩვენი ჯანმრთელობის ზიანთან. ბევრ ადამიანს, ვინც სვამს და ეწევა, გარკვეული კონტაქტი აქვს ჯანდაცვის სისტემასთან. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაირკვეს, მოიხმარს თუ არა პაციენტი ნივთიერებებს და არის თუ არა მდგომარეობა რისკების შემცველი. შემდეგ კი სკრინინგის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად ვიმუშაოთ იმის გასარკვევად, თუ რა არის მაგალითად სმასთან დაკავშირებული მიზეზები. როგორ და რა შეიძლება დაეხმაროს მათ ნაკლები ალკოჰოლის მიღებაში ან მოწევის შეწყვეტაში. შესაძლოა პაციენტებს ფსიქიატრთან ან ონკოლოგებთან მიმართვის სტიგმის პრობლემაც ჰქონდეთ, მაგრამ როდესაც ის ოჯახის ექიმს მიმართავს, ეს ნაკლებად იწვევს სტიგმას. ჩვენი მიზანია ნივთიერებების მოხმარება ნაკლებად მიმზიდველი გავხადოთ, ამ კონტექსტში კი ჩვენ, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებსა და მშობლებს შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება სერვისის მიმწოდებლები, ვინც გაწვრთნილი იქნებიან სკრინინგსა და ხანმოკლე ინტერვენციაში. მოზარდებში ალკოჰოლის მოხმარება ბოლო 2000 წლეულის მანძილზე შემცირდა. ასევე მოწევის მაჩვენებელის შემცირებაზე იმუშავა თამბაქოს კონტროლმა. tobacco control has worked for და მგონია რომ იმ სტრატეგიასაც რომელიც ამის შეუშავა მინდა გაგახსენოთ სწორედ დამოკიდებულება როგორც ცხოვრების წესი რამდენად საყურადღებოა ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს თემა მაშინ როდესაც ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირაულზე ვსაუბრობ. დიახ, როგორც უკვე გითხარით, მიმდინარე კვირა საერთაშორისო მასშტაბით გამოირჩევა იმით, რომ სწორედ ყოველი დღე, ყოველი თარიღი ბავშვის ჯანმრთელობის კონტექსტში ამა თუ იმ თემას ეძღვნება. და მოხდა ისე, რომ წლების განმავლობაში განსაკუთრებული მონდომებით სწორედ წელს პირველად პროფესიონალებმა გადაწყვიტეს განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინათ ბავშვებსა და მოზარდებში ისეთ დამოკიდებულებაზე, რასაც ქვია ნიკოტინზე დამოკიდებულება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე რეალობაში ელექტრონულ სიგარეტზე დამოკიდებულება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა თანამედროვე მსოფლიოსთვის და ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი სათქმელი მიმდინარე კვირეულის განმავლობაში. ჩვენც ამ თემას ვეხებით და საუბარს გავაგრძელებთ უკვე ჩვენ სტუმართან ერთად. როგორც დაგვირდით ამ თემაზე დღევანდელი კვირეულის, უბრალოდ კვირეულის დღევანდელ თემაზე საუბარს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ უკვე ძალიან კარგად იცნობთ, ის არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი, არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენთვის მრჩეველი, რეკომენდაციების გამზიარებელი და იგი გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებარე დაავადებათა დეპარტამენტის კონსულტანტი
კონსულტანტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე. ნუკა, გამარჯობა. გამარჯობა. სასიამოვნოა რომ კიდევ ერთხელ მომიწვევთ. ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ყოველთვის და არ დავმალავ, განსაკუთრებით საყურადღებოა ხოლმე თქვენი ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ პრაქტიკულად იმ ოფისიდან, იმ ცენტრიდან გვიზიარებთ ინფორმაცია, სადაც ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით არა უბრალოდ ინფორმაციის თავმოყრა, არამედ გადაწყვეტილებების მიღება, შეფასება, სტრატეგიის ჩამოყალიბება და მათ შორის იმ რისკების განსაზღვრა, რომელზედაც დღეს ჩვენ ვაპირებთ საუბარს. Რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან საყურადღებოა ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული, იმიტომ რომ ბავშვის ჯანმრთელობა არის უკიდურესად საპასუხისმგებლო, განსაკუთრებით იმის ხაზგასმით, რომ ეს საზრონავე ეხება ყველა ბავშვს. მაგრამ ის რომ წელს მიმდინარე კვირეულის ფარგლებში მთელი ერთი დღე ამ თემატიკას დაეთმო, ეს არის ნიშანდობლივი. ცხადია, დღე ფიგურალურია და იგულისხმება, რომ განსაკუთრებული დატვირთვის მქონე თემები გამოყვეს ამ კვირეულის ფარგლებში და როდესაც მთელი დღე ეთმობა ელექტრონულ სიგარეტს, ანუ როდესაც 5 თემიდან ერთი არის სწორედ ნიკოტინ დამოკიდებულება და ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში, მართლაც ასე დრამატულად არის საქმე მთელ მსოფლიოში ბავშვთა შორის ამ საკითხების გავრცელებამ უკვე ასეთი მასშტაბი მიიღო, რომ ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეულში საგანგებოდ მთელი დღე დაეთმო ამას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის. Როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ერთი დღე რადგან დაეთმო ელექტრონული სიგარეტების პრობლემატიკას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის რაღაცა სიმბოლო იმისი, რომ აღნიშნოთ, რომ ეს რეალურად არის გამოწვევა დღევანდელი მსოფლიოსთვის. თუ რატომ არის გამოწვევა განსაკუთრებით მოზარდებში და ბავშვებში? ეს იმიტომ პირველ რიგში, რომ დღევანდელი მთელი ესე იგი თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრია მუშაობს იმაზე, რომ სწორედ მარკეტინგი ამ პროდუქტების იყოს მიმართული ბავშვებისადმი და მოზარდებისადმი. გამომდინარე აქედან სტატისტიკა უკვე გახდა საკმაოდ საგანგაშო. მაგალითად ვიტყოდი იმას, რომ მოზარდები 9-ჯერ უფრო მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს და ნიკოტინის პროდუქტებს, ვიდრე მოზრდილი ადამიანები. ანუ ფაქტიურად შეგვიძლია ჩვენ იმ ორგანიზაციების მეშვეობით, იმ სხვადასხვა კვლევების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ შეისწავლონ ინდუსტრიის მარკეტინგის სტრატეგიები, ვთქვათ უკვე ზედმიწევნით ის, რომ სწორედ ბავშვებზე და მოზარდებზე ხდება ამ მარკეტინგის მიმართვა და სწორედ სამიზნე აუდიტორია არიან ესენი. ძალიან არასწორად ხშირად ხდება ხოლმე შეფუთვა ამ ყველაფრის როგორც ზიანის შემცირება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა პირველ რიგში ზიანის შემცირებაზე თუ შეიძლება რომ თამბაქოსთან და ნიკოტინის პროდუქტებთან მიმართებით ვისაუბროთ, მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანი უკვე ძალიან სტაჟიანი მწველია, დიდი ხანი არის დამოკიდებული სიგარეტზე, უკვე მას აქვს გარკვეული ძალიან მნიშვნელოვანი შეუქცევადი ფილტვის დაზიანებები და ჩვენ გვსურს ისიც საკმაოდ ისეთ მკაცრ ჩარჩოში მედიკამენტოზურად ამ ადამიანთან ვისაუბროთ ზიანის შემცირებაზე, თუ ის ვერანაირად თავს ვერანებებს სიგარეტს, თუმცა როდესაც უკვე ამოვწურავთ ყველა კონვენციურ მეთოდს თავის დანებების სერვისებთან მიმართებით. აი ამ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ყავს მოზარდი, რომელსაც ჯერ დაწყებულიც არ აქვს მოხმარება, ან მხოლოდ ექსპერიმენტირებას ახდენს ამ პროდუქტების მოხმარებას, როგორ შეიძლება რომ ამ სამიზნე ჯგუფზე ვისაუბროთ ზიანის შემცირებაზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კოლეგებიც კი ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ შეცდომაში არიან შეყვანილი და დაშვებას აკეთებენ იმისი, რომ თითქოს ეს ადამიანი მაინც მოწევს და მოდი მოწიოს ნაკლებად მავნე. ეს კიდევ ცალკე გასაშლელი თემაა, რა არის თუ არა ნამდვილად ნაკლებად მავნე. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მედიკოსებმა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებმა პირველ რიგში ალბათ ჩვენი ხედვა უნდა იყოს ის, რომ დღევანდელი მოზარდი 50 წელიწადში იქნება უკვე ზრდასრული ადამიანი, რომელიც ქვეყნის პროდუქტიულობაში მიიღებს მონაწილეობას, თავის ცხოვრების ხარისხი უნდა იყოს მნიშვნელოვნად უკეთესი, ვიდრე
წარმოგვიდგენია თუ ის მოიხმარს სხვადასხვა მავნე ნივთიერებას, ხომ? ამიტომ ჩვენ უნდა ვუყუროთ მათ ამ ხედვით და უკვე არასწორი არის თავიდანვე იმის დასახვა, რომ ეს ადამიანი მაინც მოიხმარს, ამიტომ მოიხმაროს, მოდი იქნებ ნაკლებად საზიანო, რომელიც არც ვიცით არის თუ არა. ჩვენი ხედვა უნდა იყოს ის, რომ თლიანად მოვახდინოთ პრევენცია და აქედან გამომდინარე სხვათა შორის სხვადასხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ სტატისტიკა არის საკმაოდ საგანგაშო, როგორც თქვი და განსაკუთრებით სხვათა შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტი დაახლოებით 24-38%-მდეც კია მოხმარების მაჩვენებელი ასული. საქართველოშიც მაინც სტატისტიკითაც ალბათ მნიშვნელოვანია საუბარი. აი მაგალითად 2019 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, როდესაც მოზარდების მხოლოდ 7% მოიხმარდა ელექტრონულ სიგარეტს, უკვე 2024 წელს გაორმაგდა ეს ციფრი და 14% მოიხმარს. ამიტომ სტატისტიკა არის ძალიან მზარდი, როგორც თქვი, მარკეტინგი არის საკმაოდ აგრესიული და უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს მარკეტინგი აღარ არის ტრადიციული 30 წამიანი რეკლამები, რომლებიც ადრე ვიცოდით, რომ ეს იყო ნამდვილად რეკლამა და შეფარულიც არ იყო, ხო? დღეს უკვე მარკეტინგმა გადაინაცვლა სოციალურ ქსელებში, ხდება ძალიან შეფარულად ალგორითმებზე, ანუ ალგორითმზე დაფუძნებული მარკეტინგი უკვე პირდაპირ პიროვნულად ადამიანის დაუშვათ იგივე სურვილებზე, მის ინტერესებზეა მორგებული. ამიტომ ეს შეიძლება პირდაპირ არც ხდებოდეს, რომ ეს კარგი პროდუქტია და მოწიეთ ბავშვებო თუ შეიძლება, მაგრამ ამ ადამიანის სოციალურ ქსელში ქცევა შესწავლილია, მისი ინტერესები შესწავლილია. ხშირად ხდება მის, რომ მაგალითად შეფარულად მისთვის საინტერესო ინფლუენსერი ან მისთვის საინტერესო ცნობადი სახე, რომელიც ამ ბავშვებისთვის არის დღეს მისაბაძი მაგალითი, სადღაც მოიხმარს ამ ნაწარმს. ანუ შესაბამისად ამ ბავშვებისთვის ეს არის ნორმალიზებული. ქცევის, ანუ ფსიქოლოგიურადაც ეს ბავშვები უყურებენ, რომ აკრძალული კი არ არის, სადღაც ხდება ნორმალიზება ამისი, ანუ სხვა თუ აკეთებს, შესაძლებელია რომ მეც გავაკეთო. ჩემი მირი თუ აკეთებს, შესაძლებელია მეც მოვიხმარო და არაფერი არ დამემართოს. ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტია, რომელზედაც ახლა თქვენ საუბრობთ, მე შეგნებულად არ ჩაგდით აქამდე, იმიტომ რომ თქვენ რამდენიმე წახნაგით გვანახეთ, რატომ ხდება ეს ძალიან რბილად ჩვენი შვილების ცხოვრების ნაწილი, ძალიან თითქოს თანმიმდევრულად გათვლილი ნაბიჯებით, როდესაც ეს არის სასურველი, ეს არის მისაღები და ეს არის მათი ყოველდღიური ცხოვრების თითქოს ორგანული და ბუნებრივი ნაწილი, რომელიც არავის ეხამუშება. ამაში არის რამდენიმე ხიბლი და მე გამოვყოფდი თქვენ მიერ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რამდენიმე წახნაგს, რომელზედაც ვთქვათ ჩვენ დღეს დეტალურად არ ვსაუბრობთ. მაგალითად, ეგრეთ წოდებული გაბოლება, გაფუილება, როგორც ეძახიან, ხო? ეს თვითონ პროცესი აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან შთამბეჭდავი შეიძლება იყოს სანახაობრივად მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ნიკოტინი მავნია, მაგრამ აი ეს გაბოლების რიტუალი ლამაზია, მომხიბლავია, მათაც მოსწონთ, თვით დამკვიდრებაში, სოციალიზაციაშიც კი კონკრეტულ ჯგუფში ეხმარებათ და ეს შეიძლება იყოს მიმზიდველი. თქვენ ახსენეთ შეფუთვა და მარკეტინგული ხრიკები და სიამოვნებით გავახსენებთ ჩვენს ერთ-ერთ საუბარს, როდესაც მაყურებელს ვაჩვენეთ კიდეც, როგორ იფუთება ელექტრონული სიგარეტები, მაგალითად, ნუგბარის იმიტაციით, ტკბილეული, საღეჭი რეზინების, შოკოლადის და ასე შემდეგ. ანუ ბავშვებისთვის და მოზარდებისათვის ისედაც მისაღები და საყვარელი პროდუქტების იერსახეს აძლევენ. და თქვენ ბრძანეთ, როდესაც ხდება გარკვეული ასოციაცია კონკრეტულ ადამიანებთან, როდესაც მოზარდისთვის თანატოლი ან კონკრეტული ადამიანი ხდება მის ბაძვის საგანი და ავტორიტეტი და არა უფროსები, ოჯახის წევრები და სამწუხაროდ არც მშობლები. აი ეს ფაზა არის მნიშვნელოვანი. ხომ არ არის ეს დაკავშირებული
იმასთან, რომ მეორე წახნაგი, როდესაც ლაპარაკია ელექტრონული სიგარეტის მოკლევადიან და გრძელვადიან საფრთხეებზე, არ არის საკმარისად კარგად ახსნელი და განმარტებული. ხომ არ არის აქ ხარვესი? მე ვფიქრობ, გარკვეულწილად გამომდინარე იქიდან, რომ ჯანმრთელობის სფეროს ადამიანები ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს, როდესაც ვაკეთებთ გარკვეულ თეზებს, ხო? და რეკომენდაციებს, როდესაც გავცემთ, ანუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები იყოს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული სიგარეტები, ახალი თამბაქოს, ახალი ნიკოტინის ნაწარმი, მათ შორის მაგალითად 1 წლის წინ შემოვიდა საქართველოშიც საღეჭი თამბაქოს, ეგრეთ წოდებული ბალიშები, რომლებიც უკვე საკმაოდ მზარდად მოიხმარება მოზარდებში. ანუ მთელი ეს ახალი პროდუქტები საკმაოდ ახალია ბაზარზე, თუ გადავხედავთ გრძელვადიან ისტორიას და ბოლომდე შეიძლება შესწავლილი ჯერ არ არის, ანუ ჩვენ მეცნიერული მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, გვაქვს, რომ ისინი საზიანოა, მაგრამ ჩვენ მაინც სიფრთხილით ვუყურებთ ყოველთვის, რომ ვიცოდეთ ზუსტად მტკიცებულებაზე დაფუძნებით რა და როგორ. ახლა ჩდება ახალი კვლევები, მაგალითად ავსტრალიაში, სულ ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა აბსოლუტურად ცხადყო ის, რომ ელექტრონული სიგარეტები ასევე არის კანცეროგენული, რაც ადრე დაუშვათ ესე მტკიცებულებით ფორმაში არ მოიხსენიებდნენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმში ვიცით, რომ გარდა ნიკოტინისა, რომელიც მოზარდისთვის განსაკუთრებით დამოკიდებულების გამომწვევია, ასევე არის სხვადასხვა ფორმალდეჰიდები და სხვადასხვა აცეტატები და ასე შემდეგ. ისეთი მავნე ნივთიერებები, რომლებიც მძიმე მეტალები მათ შორის გლიცერინის ამატომიანი სპირტი, რომელიც გახურების დროს ზუსტადაც რომ კანცეროგენულია. ახლა უკვე კვლევამ დაამტკიცა ეს. ანუ ჩვენთვის, ესე იგი, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ ჩვენ ვისაუბროთ დამოუკიდებელ კვლევებზე დაფუძნებით და არა რაღაცა შეფუთული აგრესიული მარკეტინგის ენით, როგორც მაგალითად საუბრობს ინდუსტრია. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზები გამოიყენეთ, როდესაც დაიწყეთ საუბარი. თქვენ ბრძანეთ, ვთქვათ, ზიანის შემამცირებელი გადაწყვეტილებები და ძალიან მკაფიოდ თქვით იმის შესახებ, რომ ეს ფრაზა უადგილოა ბავშვებსა და მოზარდებზე, როდესაც საუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ შემთხვევაში უკვე დაშვებას ვაკეთებთ, რომ ნამდვილად ეს ბავშვი წავიდო და მოწევდა თამბაქოს და თამბაქოს მოწევას ხომ ჯობს, რომ ელექტროსიგარეტი გამოიყენოს. არადა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დამოკიდებულების რისკებზე. ელექტრონული სიგარეტი აგვაცილებს ნიკოტინის მოხმარებას თამბაქოს სახით, ანუ მწეველობას. ამცირებს ეს დამოკიდებულების ხარისხს იგივე იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებმაც დებიუტი სწორედ ელექტრონული სიგარეტით დაიწყეს. არა, ძალიან კარგი კითხვაა და სწორედ ამაზეც გვაქვს უკვე მტკიცებულებები, რომ ძალიან ხშირად ელექტრონულ სიგარეტებს ეძახიან ხოლმე კარიბჭეს. იმიტომ რომ ამ პროდუქტებით იწყებენ დღევანდელი ახალგაზრდები ექსპერიმენტირებას, შემდგომ უკვე ისინი ძალიან მალე ხდებიან ნიკოტინზე დამოკიდებულები. ერთი თავისებურება აქვს ასევე ამ პროდუქტებს ის, რომ ნიკოტინის დოზის გაკონტროლება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე თამბაქოს ტრადიციულ ნაწარმში, რადგანაც ძალიან ხშირად ისუნთქავს მოზარდი, ისე რომ ვერ წხვდება. აქვს სხვადასხვა არომატიზატორები, რომლებიც ასევე ცალკე რეგულაციის საკითხი უნდა იყოს განხილვის, იმიტომ რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის. თუმცა არის უკვე გარკვეული მოწინავე ქვეყნები, რომლებიც ამას არეგულირებს კანონმდებლობით და აკრძალული არის. და შესაბამისად, მოზარდი ძალიან ხშირად ისუნთქავს, ზოგჯერ 20-ჯერ მეტ ნიკოტინის დოზასაც კი იღებს, ვიდრე ტრადიციული თამბაქოთი მიიღებდა და ძალიან მარტივად ხდება დამოკიდებული. შემდგომ უკვე მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს არა მხოლოდ დამოკიდებულება, არამედ ნიკოტინ დამოკიდებული მოზარდის სხვა ქცევითი თავისებურებებიც. მაგალითად, ესეც კვლევებით არის დამტკიცებული, რომ მოზარდი, რომელიც ნიკოტინზე არის დამოკიდებული, უფრო მეტად აქვს კოგნიტიური პრობლემები, მეხსიერების პრობლემები, ნაკლებად ითვისებს სიტყვაზე მასალას, რომელსაც ის სწავლობს და ეს განსაკუთრებით ისეთი ასაკია, როდესაც პირიქით ბავშვი უნდა იყოს, რაც შეიძლება კონცენტრირებული, რაც შეიძლება მახვილი გონებით, ხომ? ამ შემთხვევაში ბავშვებს ასევე
განსაკუთრებით ამ ასაკში მოწყვლადები არიან შფოთვისადმი და სხვადასხვა ესეთი მენტალური დაუშვათ თავისებურებებისადმი და ნიკოტინი ამას კიდევ უფრო აძლიერებს და ამძაფრებს და შესაბამისად ისინი ხდებიან უკვე ბევრად უფრო დამოკიდებულები და გადადიან უკვე სხვა ტიპის ნაწარმზეც ბევრად უფრო მარტივად და არჩებიან მხოლოდ ნიკოტინზე დაუშვათ როგორც ელექტრონულ სიგარეტზე ან სხვა რომელიმე ან გასახურებელ თამბაქოზე არამედ ნებისმიერ როდესაც ბავშვი ნიკოტინზეა დამოკიდებული ის უკვე მოიხმარს ნებისმიერ სხვა ნაწარმსაც. ანუ რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა მტკიცებით დადასტურებულ ინფორმაციაზე, რომ დიახ ელექტრონული სიგარეტი ისევე უნდა განვიხილოთ რისკ ფაქტორად, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება, მაშინ როდესაც ვლაპარაკობთ ცხოვრების წესზე სახელად დამოკიდებულება. და დამოკიდებულება ჩამოყალიბებული ბავშვებში ნიშნავს ერთ ნივთიერებაზე დამოკიდებულებას არა მხოლოდ, არამედ რისკებს იმისა, რომ სხვა ნივთიერებებზე შეიძლება აღმოჩნდეს დამოკიდებული. თუმცა ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ხოლმე ჯანმრთელობის ასევე დადასტურებულ რისკებზე. ხშირად მწვერვალები ღიზიანდებიან, როდესაც ასეთ ტიპის გადაცემებს ჩვენ გეგმავთ, იმიტომ რომ თვლიან, რომ არც მათ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, არც ცხოვრების ხარისხზე, არც მათი შვილების ჯანმრთელობაზე ეს არ აისახა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჯანმრთელი ოჯახები გვყავს და ბევრი ჯანმრთელი ოჯახი უნდა იყოს და ყველა ჯანმრთელი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. პატარა ქვეყანა ვართ და მცირე რიცხოვანიერი და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობაზეც ამიტომ საუბრობთ, რომ სწორედ მომავლის კონტექსტში გვაღელვებს ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა. ასია თუ არა, ანუ მწვერვალობა მართლაც არის თუ არა ჯანმრთელობის რისკი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. რა ვიცით დღეს მტკიცებულებით, მიუხედავად იმისა, საზოგადოებას როგორი დამოკიდებულება ექნება მწვერვალები გაბრაზდებიან თუ არა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ამაზე კიდევ ერთხელ საუბრობთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ჯიუტად გავიმეოროთ, რომ ბავშვებისთვის მათი ჯანმრთელობისათვის ეს უკიდურესად საზიანოა. რატომ ნუკა? კი, რა თქმა უნდა, შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ერთ-ერთი ნომერ პირველი რისკ ფაქტორიც არის ბავშვების ჯანმრთელობისთვის და მოზარდების ჯანმრთელობისთვის. ნუ არ გავყვები ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმს, იმიტომ რომ ეს ყველამ ვიცით და მტკიცებულებები გვაქვს ძალიან ბევრი იმისი, თუ რას იწვევს, რომ მწვერვალი მოზარდი არის მომავალი არაგადამდები დაავადების მქონე ადამიანი. ანუ ქრონიკულად დაავადებული ადამიანი დაგვრჩება, ასე ვთქვათ, საზოგადოებას, რაც რა თქმა უნდა ინდივიდუალურ დონეზე არის ძალიან ტრაგიკული, მაგრამ ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადმოსახედიდან არის ძალიან ცუდი. ასევე იგივე რისკები აქვს ზუსტად ელექტრონული თამბაქო, ელექტრონულ მოწყობილობების მოხმარებასაც, ნიკოტინის მოწყობილობების მოხმარებას, რადგანაც როგორც უკვე ვთქვი, ბავშვების განვითარება, გონებრივი განვითარება, ფიზიკური ჯანმრთელობა, მათ შორის აი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი უნიკალური სინდრომი, რომელიც მხოლოდ ელექტრონულ სიგარეტს ახასიათებს, ეს არის ალვეოლური გარკვეული რაღაც დისფუნქცია ფილტვის, რომელსაც ეძახიან ეგრეთ წოდებულ პოპკორნის სინდრომს და ეს არის შეუქცევადი ფილტვის მდგომარეობა. ანუ პოპკორნის იერსახეს იღებს ასეთ დროს, ასე ვთქვათ, ალვეოლები და ეს არის შეუქცევადი ფილტვის დაზიანება, რომელსაც მოზარდი იღებს სწორედ ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ხარჯზე და ის უკვე შემდგომ მთელი ცხოვრება რჩება, ასე ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, რომ ეს არის ესეთი მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი, ბევრმა ქვეყანამ შემოიღო, აი პოლიტიკის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ეგრეთ წოდებული თაობრივი შეზღუდვები თამბაქოს ნაწარმის მოხმარების. ეხლა რას გულისხმობს ეს? მაგალითად, ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, რომელმაც უკვე კანონი შემოიღო, ეს არის მალდივები და ნებისმიერი მოზარდი, ეს იქნება ტურისტი თუ მაცხოვრებელი მალდივებზე 2007 წლის შემდგომ დაბადებულს ეკრძალებათ, რომ იყიდონ ნებისმიერი სახის თამბაქოს ნაწარმი, მათ შორის ელექტრონული სიგარეტიც და ნიკოტინის სხვა ნაწარმიც. მათ შორის ის ბალიშები, რომელიც ყველაფერი. ასეთივე კანონმდებლობა ეხლა შევიდა პარლამენტში დიდ ბრიტანეთშიც და ისინიც დარწმუნებული ვარ, რომ მალე მიიღებენ ამ კანონმდებლობას. ანუ შესაბამისად უკვე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები საუბრობენ იმაზე, რომ თამბაქო ზოგადად გარკვეული
განსაკობრივი ჯგუფთაობისთვის იყო შეცდომა, იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდით ამ ნაწარმის ზიანი ესე კარგად. შესაბამისად უკვე შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ინდუსტრიას აქვს უზარმაზარი ფინანსური და ასე შემდეგ შესაძლებლობები და ვერ ვუმკლავდებით, რომ ბოლომდე ავკრძალოთ, გავლენები და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ უკვე როგორც პასუხისგებლიანმა ჯანმრთელობის და პოლიტიკის შემქმნელებმა შეგვიძლია გადაჭრით უკვე ვისაუბროთ იმაზე, რომ გარკვეული ასაკის ბავშვები, გარკვეულ წელს დაბადებულები, რომლებსაც ჯერ არასდროს შეხება ამ ნაწარმთან არ ქონიათ და დამოკიდებულება ჯერ არ გაჩენიათ, შეგვიძლიათ ამამად 100%-ით დავიცვათ, თუ შემოვიღებთ შესაბამის პოლიტიკას. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი იდეა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დომინოს პრინციპით ამოქმედდეს მსოფლიოში. კარგი იქნება თუ ასე მოხდება, თუმცა აქ არის კიდევ ერთი რისკი, ყოველთვის ახლავს ასეთი რისკები აკრძალვებს. აკრძალვები გარკვეულწილად აღვიძებს ხოლმე და ასტიმულირებს ამ აკრძალვების დაძლევის და გადალახვის სურვილს, რაც ბავშვებსა და მოზარდებში ეს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით არის გამოხატული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ლტოლვა შეიძლება აკრძალვამ გააძლიეროს. ისევე როგორც აი ახლა დამოკიდებულებებზე, ინტერნეტთან და კომპიუტერთან ურთიერთობებზე სხვადასხვა ქვეყანამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებთან მიმართებაში. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მე ამასთან დაკავშირებით ისევ თქვენს ინფორმაციას დაველოდებით, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის მრჩეველი ამ საკითხებში. მაყურებელს შევახსენებ, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებადებათა დეპარტამენტის კონსულტანტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ცხოვრების წესის ფაქტორთა შორის რასაკვირველია ერთად ხდება ჩამონათვალში კვებაც, ფიზიკური აქტივობაც, ძილის მართვაც, სტრესის მართვაც, სქესობრივი ცხოვრების კულტურაც, მავნეჩვევების ქონა არ ქონათ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ თანაფარდობას ცხოვრების წესის ფაქტორებს შორის აქვს ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში. მე ვფიქრობ, ამას ახსნაც არ სჭირდება, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ რისკებზე, რომელიც მწვეველობას ახლავს, ეს ნიშნავს პრაქტიკულად შეცვლილ ცხოვრების წესს, როდესაც ირღვევა განსაკუთრებით ყოველდღიური რუტინა და ამან შეიძლება შეცვალოს ორგანიზმში მიმდინარე ხილული და უხილავი პროცესები ერთდროულად. მაგალითად, რა შეიძლება იყოს საყურადღებო ჩვენს კვებით შუქნიშანში, როდესაც მწვეველობაზე ვსაუბრობთ ბავშვებში. განსაკუთრებით თვალშისაცემი შესაძლოა არ არის ეს მშობლებისთვის, მაგრამ მწვეველობის დაწყება არ აქვს მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში, თქვათ, უშუალოდ ნიკოტინს მოიხმარს თამბაქოს სახით თუ ნიკოტინის გარკვეულ რაოდენობას მოიხმარს ელექტროსიგარეტის სახით. აღმოჩნდა, რომ თავად ნიკოტინს, როგორც ქიმიურ ნაერთს, შეუძლია გამოიწვიოს ძვრები ბავშვის და მოზარდის ორგანიზმში და ეს ძვრები თავდაპირველად არ არის თვალშისაცემი გარდა ერთი პარამეტრისა, რომელიც უკავშირდება წონას. მაგალითად, ბავშვი და მოზარდი სიმაღლეში ზრდის მიუხედავად, ან ასაკობრივი პერიოდების ცვლის მიუხედავად, თითქოს წონაში არ იცვლება. ან პირიქით შეიძლება წონაში კლებაც კი გამოიკვეთოს და ასეთ შემთხვევაში მშობელი დაბნეულია, იმიტომ რომ კვებაში არაფერი შეუძლია, ყოველდღიურ მზრუნველობაში არაფერი შეუძლია. პირიქით შეიძლება მეტადაც ზრუნავს, ასაკის მატებასთან ერთად ითვალისწინებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს, მათ შორის ჰორმონულ ცვლილებებს, არადა ბავშვი ან მოზარდი იკლებს წონაში. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორით განპირობებული და ერთ-ერთი ფაქტორი არის თავად ნიკოტინის გავლენა და ნიკოტინის გარდაქმნის პროდუქტების გავლენა ბავშვის ბაზისურ მეტაბოლურ მაჩვენებელზე. ამ სიტყვის დამახსოვრება არ არის საჭირო, მაგრამ იმის დამახსოვრება კი საჭიროა, რომ ამ მაჩვენებელს ზრდის
ძალიან ხშირად ნიკოტინის სისტემატური მოხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული და დახარჯული ენერგია ერთმანეთს უკვე აღარ შეესაბამება, რომ ბავშვის ყოველდღიური კვება არ აკმაყოფილებს იმ ტემპს ნივთიერებათა ცვლისა, რომელიც ხელოვნურად ქიმიური ჩარევით შექმნა ნიკოტინმა. არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს გახლავთ ფიზიკური აქტივობა, მწვეველობა და კვება. რა კავშირია თითქოს ამ სამეულს შორის, ასეთი აშკარა, რომ აისახებოდეს ბავშვის წონაზე. არადა პირდაპირი გავლენა აქვს. დიახ, მწვეველობამ შეიძლება შეცვალოს ბავშვის სხეულის შემადგენლობაც, არა უბრალოდ წონა, არამედ სხეულის შემადგენლობა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორია აქტიური მწვეველობის ფონზე ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა. ორგანიზმს ასეთი რთული ამოცანების დაძლევა ძალიან უჭირს. წარმოიდგინეთ ბავშვის ორგანიზმის სირთულეები, როდესაც ის ასაკობრივ ცვლილებებსაც უნდა გაუმკლავდეს, ფიზიკურ დატვირთვასაც უნდა გაუმკლავდეს და მწვეველობის შედეგებსაც უნდა გაუმკლავდეს. რასაკვირველია, ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ ბავშვმა არათუ წონაში დაიკლოს, არამედ წონა შეინარჩუნოს, მაშინაც კი როცა ინარჩუნებს წონას, ცხიმის ხარჯზე და არა კუნთის, ძვლის ხარჯზე. ეს განპირობებულია ჯერ ერთი იმ პროცესებით, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს და მეორე, რაც შესაძლოა პირველხარისხოვანიც კი იყოს ამ ჩამონათვალში, ეს გახლავთ მწვეველობის ფონზე ფიზიკური დატვირთვის უნებლიე შეზღუდვა, რომელიც თავდაცვითი ხასიათის არის, ხშირად ბავშვების გაცნობიერებულ არჩევანს არც უკავშირდება, იმიტომ რომ უნებურად ამბობს ასეთ დროს ბავშვი უარს ინტენსიურ დატვირთვას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მწვეველობა ცვლის ბავშვის ყოველდღიურ რუტინას და ცვლის ბავშვის რეჟიმს, ძილის რეჟიმს, კვების რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის რეჟიმს. ეს საგულისხმოა მაშინაც, როდესაც ბავშვს უჩნდება განსხვავებული მისწრაფებები. ბავშვი არა უბრალოდ საკვების მოხმარებულ ულუფას ცვლის, არამედ ცვლის იმ საკვების შემადგენლობას, რომელიც ურჩევნია, რომ მიირთვას. დიახ, ბავშვი მიდრეკილია, მიირთვას უფრო მეტად პროცესირებული, უფრო ტკბილი საკვები პროდუქტები, ვიდრე მანამდე მიირთმევდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შეცვლილი ქცევა და მწვეველობა არა უბრალოდ ცხოვრების წესის რაღაც წახნაგებს ცვლის, არამედ შესაძლოა მან მთლიანად შეცვალოს ბავშვის ქცევა და მათ შორის კვებითი ქცევები, როდესაც ჩვენ ხვდებით დამოკიდებული საკვებ ნივთიერებებზე, ჩვენ ხვდებით საკვებ პროდუქტებზე დამოკიდებული, ან იწყება კვებითი ქცევის ისეთი ცვლილება, როდესაც ან კატეგორიულად უარს ამბობს ბავშვის საკვების მიღებაზე, ანორექსიული ტიპით, ან ჭარბად მოიხმარს და მერე ხდება მისგან გათავისუფლება და ასე შემდეგ. ჩვენ ამის შესახებ ხშირად გვისაუბრია. მწვეველობა და პროცესირებული პროდუქტები, მწვეველობა და სპეციფიკური გემოები, ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია თუნდაც იმიტომ, რომ პირის ღრუ არის წინა ნაწლავი. რეალურად ნაწლავზე საუბარში ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ შევეხებით, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მწვეველობის დამსახურებით განვითარებულ ცვლილებებზე პირის ღრუში, ეს არის უკიდურესად დაზარალებული ლორწოვანი, რომელიც ადრეულ ასაკში კიდევ უფრო ძნელად აღსადგენია და ადრეულ ასაკში მიღებული ასეთი ღრმა დაზიანებების შემდეგ ძალიან სერიოზულ შედეგებს გვაძლევს. თუნდაც მგრძნობელობის თვალსაზრისით, თუნდაც ინფორმაციის აღქმის თვალსაზრისით, რომელიც დაშიფრულია საკვებ პროდუქტებში იმისთვის, რომ საკვებმა მოგვანიჭოს სიამოვნება და მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ ლორწოვანის ანთების განვითარების, ღრძილების ანთების განვითარების ჭრილში, რაც ადრეული ასაკისთვის საკმაოდ სარისკო მდგომარეობა, თუნდაც იმიტომ, რომ ჯანმრთელი კბილების პირობებში ღრძილების ქრონიკული ანთება შეიძლება გახდეს ჯანმრთელი კბილების დაკარგვის წინაპირობაც. მე გახსენებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი. 21 აპრილი მიეძღვნა კვებით განათლებას ბავშვთა ჯანმრთელობისათვის და ყველა ბავშვის ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, ჩვენ ამ კვირაულის ფარგლებში ბევრჯერ გაგახსენებთ ამ თარიღს. განსაკუთრებით იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენ უკვე ვიცით, რა დეფიციტი აქვთ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც ეწევიან, რომლებიც მწვეველ გარემოში იზრდებიან. ეს გახლავთ C ვიტამინი. ეს არის უკვე მტკიცებით დადასტურებული და ეს ეხება ყველა მწვეველს მეტნაკლებად,
განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს დეფიციტი არის ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში. ამიტომ მშობლებს გვმართებს ყურადღება მაშინ, როდესაც ბავშვის რაციონს ვარჩევთ, თუ ბავშვი ჯერ კიდევ ფაზაშია მწვერვალობის, ან ჩვენ ვცდილობთ მწვერვალობის შედეგები გავანეიტრალოთ, C ვიტამინი არის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ასეთ შემთხვევაში და ღრმა დეფიციტის დროს ზოგჯერ კონკრეტული მედიკამენტის მიღებაც კი არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა შეივსოს ეს დანაკლისი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი ავიტამინის სახით, რომელიც მწვერვალების შემთხვევაში იყო პრაქტიკულად სტრატეგიის ნაწილი წლების მანძილზე. მე გაგახსენებთ, მწვერვალებო მიირთვით სტაფილო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დევიზი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებდნენ 10 წლეულების წინ. მას შემდეგ, რაც დაადასტურეს, რომ კაროტინებს, ავიტამინის წინამორბედ ნივთიერებებს, განსაკუთრებით ბეტა-კაროტინს შეუძლია თავიდან აგვაცილოს მწვერვალობის უსიამოვნო შედეგები. თუმცა უკვე წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, თუ ადამიანები დაიწყებენ კაროტინების ხელოვნურად მიღებას, ანუ სინთეზირებული სახით ავიტამინით დატვირთვას, შეიძლება ეს იყოს უფრო მაღალი რისკი და პირიქით სასუნთქის სისტემის და ფილტვის კიბოს ხელშემწყობი ფაქტორიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ შემთხვევაში. ამიტომ უმჯობესია, რომ ამ პროდუქტების მოხმარება დავგეგმოთ ჩვენი შვილების რაციონში საკვები პროდუქტების სახით, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მაქვს მხედველობაში, ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. გაგიკვირდებათ, მაგრამ მწვერვალობა აღმოჩნდა მაღალი რისკი ბავშვის ძლოვანი სისტემისთვის და ზარალდება D ვიტამინის და კალციუმის სტატუსი. აქ მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით E ვიტამინთან კომბინაციაში. ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი გახლავთ, იგი რომელიც აძლიერებს C ვიტამინის და A ვიტამინის ეფექტს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ D ვიტამინისა და კალციუმის გამოყენებაზე, მიაქციეთ ყურადღება. D ვიტამინი და კალციუმი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ანუ ორგანიზმის ინტენსიური ზრდა-განვითარების ფაზაში არა მხოლოდ ჩონჩხის სიმტკიცისთვის, არამედ ბავშვის დაცვითი სისტემის უზრუნველყოფისათვის, ბავშვის ნორმალური ჰორმონული სტატუსისთვის და მრავალი სხვა ფაქტორისთვის, თუ გნებავთ გულსის დახვდა სისტემის ჯანმრთელობისათვის. მაგრამ განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ მწვერვალობა აზარალებს არა მხოლოდ D ვიტამინისა და კალციუმის სტატუსს, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის სტატუსს, როგორიც გახლავთ B12 და გახლავთ რკინა. დიახ, B12-ისა და რკინის როლი ანემიების რისკის შესამცირებლად ყველასათვის კარგად ცნობილია. მექანიზმი ბოლომდე დეტალურად შესაძლოა არ იყოს საინტერესო ფართო საზოგადოებისათვის, მაგრამ ის, რომ რკინის ნაკლებობა მწვერვალებში და მწვერვალ ბავშვებსა და მოზარდებში ერთ-ერთი საყურადღებო მდგომარეობაა, ეს ფაქტია და დადასტურებულია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მწვერვალობა აფერხებს ჟანგბადის მომარაგებას ბავშვების ორგანიზმისა და რკინის ნაკლებობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთია ასეთ პროცესში. განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ ნიკოტინი და ყველა ის პროდუქტი, რომელიც ელექტრონული სიგარეტით ხდება ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმში, ნერვულ სისტემას აზარალებს. ჩვენ გვაქვს უკვე მტკიცებულებები, როდესაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ შემეცნება, კონცენტრაციის უნარი, ბავშვის გუნებგანწყობაც კი ზარალდება მწვერვალობის გამო. მაგნიუმს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს B-ჯგუფის ვიტამინებთან ერთად ნერვული სისტემის გამართული მუშაობისათვის, ამიტომ მაგნიუმის შემცველი პროდუქტების ჩართულობა ბავშვის რაციონში არის ერთ-ერთი გასაღები ამ პრობლემის მართვისათვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ წონასწორობა. ეს ყველაფერი, რაც მე ვახსენე, შესაძლოა ცალ-ცალკე ნივთიერებებია, მაგრამ თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, ეს არის საკვები ჯგუფები, რომელიც არის დაშიფრული ჩვენს თეფშზე, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტია. ბავშვებზე ცისარტყელად თეფშზე ეს არის ყველაზე კარგად მორგებული კონცეფცია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი რამ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ორგანიზმის შიგნით წონასწორობაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზით და მწვერვალობა არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი. მე უკვე გითხარით პირის ღრუთ, რომ ნაწლავია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, ჩვენი გუნებგანწყობა რამდენად არის დამოკიდებული ნაწლავზე. ჩვენი გულსისარდთა სისტემის მდგომარეობა რამდენად არის დამოკიდებული
ნაწლავზე. ჩვენი იმუნიტეტი რამდენად არის დამოკიდებული ნაწლავზე და წარმოიდგინეთ ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმში, სადაც ყველაფერი ფორმირების, ჩამოყალიბების ფაზაშია, სადაც ყველაფრის მიმართ მგრძნობიარე სისტემები არის მზად იმისთვის, რომ ეს ცვლილებები კონკრეტული შედეგებით დაუბრუნოს ბავშვს და ხშირ შემთხვევაში ეს არის ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა, მაშინ განსაკუთრებით საგულისხმოა ამ წონასწორობის შენარჩუნება, რომელზედაც დღეს უკვე ნამდვილად ვიცით, რომ წეველობა ახდენს გავლენას. შესაბამისად, თამბაქოს მოხმარება იქნება ეს თუ ელექტროსიგარეტის სახით სხვადასხვა პროდუქტების გამოყენება, დღეს უკვე ვიცით, რომ საფრთხეა ჩვენი შვილებისთვის, მათი ჯანმრთელობისათვის, ჩვენი მოზარდებისათვის, მაგრამ რატომ ვერ გავართვით ჯერ თავი ამ საფრთხეს? რატომ ვერ გადავლახეთ ეს ზღვარი? რატომ არის ასე ფართოდ პროპაგანდირებული ეს პროდუქტები? იმიტომ რომ ამ პროდუქტების მიღმა არის უზარმაზარი კაპიტალი. კაპიტალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქმნის ამინს და მედიკოსებს არ აძლევს საშუალებას, თუნდაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით ყველაზე სანდო არგუმენტები გაუზიარონ საზოგადოებას. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სათქმელი, მე ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.